თქვენ ალბათ ხუმრობთ მისტერ ფეინმან, ცნობის მოყვარე ადამიანის თავგადასავლები. ავტორი რიჩარდ ფეინმანი. წინა სიტყვაობა. ამ წიგნში შესული ამბები 7 წლის განმავლობაში რიჩარდ ფეინმანთან ერთად და სარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვირვისას ეპიზოდურად და არაოფიციალურ ვითარებაში შეგროვდა. თითოეული ისტორია თავისთავად სასაცილოა, მაგრამ ერთიანობაში ისინი უბრალოდ გამაოგნებელია. ხანდახან ძნელი დასაჯერებელია, რომ ერთ ადამიანს ერთ ცხოვრებაში ამდენი საოცარი და გიჟური რამ გადახდა თავს. ის, რომ ერთმა კაცმა ამდენი უწყინარი ოინბაზობა მოიფიქრა, ნამდვილი შთაგონებაა. რალფ ლეიტონი. შესავალი. ვიმედოვნებ, ეს არ იქნება რიჩარდ ფეინმანის ერთადერთი მემუარები. აქ მოყვანილი მოგონებები ნამდვილად ასახავს მისი ხასიათის მრავალ მხარეს, თავსატეხების ამოხსნის თითქმის მანიაკალურ მოთხოვნილებას, მის გამომწვევ ოინბაზობას, აღშფოთებულ მოუთმენლობას პრეტენზიულობისა და თვალთმაქცობის მიმართ და მის ნიჩს, ყოველთვის აჯობოს მას, ვინც მასზე აღმატების დამტკიცებას. ცდილობს ეს წიგნი შესანიშნავი საკითხავია, აღმაშფოთებელი, გამაოგნებელი, ამასთანავე თბილი და ძალიან ადამიანური. მიუხედავად ამისა, იგი მხოლოდ ზედაპირულად ეხება მისი ცხოვრების მთავარ საყრდენს, მეცნიერებას. ჩვენ მას აქა, იქ ვხედავთ, როგორც ფონს ამა თუ იმ ეპიზოდში, მაგრამ მეცნიერება არასოდეს ხდება თხრობის ცენტრი, თუმცა მისი სტუდენტებისა და კოლეგების თაობებმა იციან, რომ სწორედ ეს იყო მისი არსებობის აზრი. მახსოვს, როდესაც მისი სტუდენტი ვიყავი, როგორ იკანს და გეუფლებოდა მის ლექციაზე შესვლისას. ის დარბაზის წინ იდგა და ყველას გვიღიმოდა, მისი თითები კი სადემონსტრაციო მაგიდის ზედაპირზე რთულ რიტმებს აკაკუნებდნენ. სანამ დაგვიანებულები ადგილებს იკავებდნენ, ის ცარცს აიღებდა და თითებში სწრაფად ატრიალებდა, როგორც პროფესიონალი მოთამაშე პოკერის ჩიპს და თან ისე ბედნიერად იღიმებოდა, თითქოს რაღაც საიდუმლო ხუმრობას მალავდა. შემდეგ კი, ისევ ღიმილით, გველაპარაკებოდა ფიზიკაზე, მისი ნახაზები და განტოლებები გვეხმარებოდა მისი ხედვის გაზიარებაში. ის ღიმილი და თვალებში ნაპერწკლები არა საიდუმლო ხუმრობის, არამედ ფიზიკის დამსახურება იყო. ფიზიკის სიხარული, ეს სიხარული გადამდები იყო. ჩვენ, ვინც ეს ინფექცია, ავიკიდეთ, იღბლიანები ვართ. ახლა თქვენს გაქვთ შესაძლებლობა ეზიაროთ სიცოცხლის სიხარულს ფეინმანის სტილში. ალბერტ ჰიბსი, მოკლე ბიოგრაფიული ცნობები. რამდენიმე ფაქტი ჩემი ქრონოლოგიიდან. დავიბადე 1918 წელს პატარა ქალაქ ფაროკევეიში, ნიუ-იორკის განაპირას, ზღვის პირას. იქ ვცხოვრობდი 1935 წლამდე, 17 წლის ასაკამდე. 4 წელი მეტში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ვსწავლობდი, შემდეგ კი დაახლოებით 1939 წელს პრინსტონში გადავედი. პრინსტონში ყოფნისას მანჰეტენის პროექტზე დავიწყე მუშაობა და საბოლოოდ 1943 წლის აპრილში ლოს-ალამოსში წავედი. იქ 1946 წლის ოქტომბრამდე ან ნოემბრამდე დავრჩი, რის შემდეგაც კორნელის უნივერსიტეტში გადავედი. 1951 წელს არლინზე დავქორწინდი. ის 1946 წელს, როცა ლოს-ალამოსში ვიყავი, ტუბერკულოზით გარდაიცვალა. კორნელში 1951 წლამდე ვიყავი. 1959 წლის ზაფხულში ბრაზილიას ვესტუმრე, 1951 წელს კი იქ ნახევარი წელი გავატარე. ამის შემდეგ გადავედი კალტექში, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, სადაც მას შემდეგ ვმუშაობ. 1951 წლის ბოლოს 2 კვირით იაპონიაში ვიყავი, შემდეგ კი ისევ ვესტუმრე მას 1-2 წლის შემდეგ, ჩემს მეორე ცოლზე, მერილუზე დაქორწინებისთანავე. ახლა დაქორწინებული ვარ გვენეთზე, რომელიც ინგლისელია და 2 შვილი გვყავს, კარლი და მიშელი. ნაწილი 1. ფაროკევეიდან მეტმდე. ის რადიოებს ფიქრით აკეთებს. როდესაც 11 ან 12 წლის ვიყავი, სახლში ლაბორატორია მოვაწყე. იგი შედგებოდა ძველი ხის ყუთისგან, რომელშიც თაროები ჩავაკეთე. მქონდა ელექტროღუმელი, რომელზეც სულ ტაფამწვარ კარტოფილს ვამზადებდი. ასევე მქონდა აკუმულატორი და ნათურების მთელი სისტემა. ამ სისტემის ასაწყობად მაღაზიაში ვიყიდე ვაზნები, რომლებიც ხის საფუძველზე მაგრდებოდა და ზარის მავთულებით დავაკავშირე. ჩამრთველების სხვადასხვა კომბინაციით, მიმდევრობითი თუ პარალელური შეერთებით, ვიცოდი რომ სხვადასხვა ძაბვის მიღება შემეძლო. თუმცა მაშინ ვერ გავითვალისწინე, რომ ნათურის წინაღობა მის ტემპერატურაზეა დამოკიდებული, ამიტომ ჩემი გამოთვლების შედეგები არ ემთხვეოდა იმას, რაც სქემაში ხდებოდა. მაგრამ მაინც ყველაფერი რიგზე იყო, როდესაც ნათურები მიმდევრობით იყო ჩართული და ნახევრად ბჟუტავდნენ, ისინი საოცრად ნაზად ანათებდნენ. ეს უბრალოდ მშვენიერი სანახავი იყო. სისტემაში მქონდა მცველი, რათა მოკლე ჩართვის შემთხვევაში ყველაფერი არ დამწვარიყო. გჭირდებოდა მცველი, რომელიც სახლის მთავარ მცველზე სუსტი იქნებოდა. ამიტომ საკუთარი ხელით დავამზადე. კალის ფოლგა გადავაკარი ძველ, გადამწვარ მცველს. ჩემს მცველთან 5-ვატიანი ნათურა მქონდა მიერთებული, როდესაც მცველი იწვებოდა, აკუმულატორის დამტენიდან მომავალი დენი ამ ნათურას ანთებდა.
ნათურა მართვის პანელზე ყავისფერი კანფეტის ქაღალდის უკან იყო მოთავსებული, რომელიც წითლად ჩანს, როცა უკნიდან შუქი ეცემა. ასე რომ თუ რამე გაითიშებოდა, პანელს შევხედავდი და მცველის ადგილას დიდ წითელ ლაქას ვხედავდი. ეს ძალიან სახალისო იყო. დიდი ბაყაყები და ნილს ბორი. ლოს-ალამოსში ყოფნისას იქ ნამდვილი დიდი ბაყაყები ჩამოდიოდნენ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფიზიკოსები. ერთ-ერთი მათგანი იყო ნილს ბორი. მასთან ერთად მისი ვაჟი, ოგე ბორიც ჩამოვიდა, რომელიც მოგვიანებით თავადაც ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. მათ უსაფრთხოების მიზნით ფსევდონიმები ჰქონდათ. ნილს ბორს ნიკოლას ბეიკერს ეძახდნენ, მის შვილს კი ჯიმ ბეიკერს. ბორი ლოს-ალამოსში ჩამოვიდა, რათა ჩვენი მუშაობისთვის თვალი გადაევლო. ჩვენთვის ის ცოცხალი ლეგენდა იყო. სხვა ფიზიკოსები მას მოკრძალებით უყურებდნენ და ზედმეტი კითხვის დასმისაც კი ეშინოდათ. ჩემი პირველი შეხვედრა მასთან ასე მოხდა. ოპენჰაიმერის კაბინეტში ვისხედით და ბორი რაღაც იდეას გვიხსნიდა. მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი და არ მადარდებდა, ვინ იდგა ჩემ წინ. როცა ბორმა რაღაც ისეთი თქვა, რაც ლოგიკურად არ მეჩვენა, წამოხვდი და ვუთხარი, არა, ეს არ იმუშავებს. აი, ამ წერტილში თქვენი ფორმულა მცდარია. ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა მისე შემომხედა, თითქოს ტაძარში ხმამაღლა შევიგინე. ბორი კი დაფიქრდა, ჩაიღიმა და მითხრა, მართალი ხარ, მოდი თავიდან გადავხედოთ. მეორე დილით, ძალიან ადრე, ტელეფონმა დარეკა. ჯიმ ბეიკერის იყო. მამას უნდა რომ ახლავე მოხვიდეთ მასთან, მითხრა მან. მივედი. ბორი პატარა ოთახში იჯდა, წინ დაფაედგა. დამინახა თუ არა, მაშინვე დაიწყო. აი, მთელი ღამე ვფიქრობდი იმაზე, რაც გუშინ თქვი. მოდი ვნახოთ, ეს როგორ იმუშავებს. ჩვენ 3 საათი ვიკამათეთ. მე ვუყვიროდი, ეს სისულელეა, ის კი მპასუხობდა, მოიცადე რიჩარდ და ფიქრდი. ბოლოს რაღაც გამოსავალს მივაგენით. როცა დავასრულეთ, ბორმა შვილს გადახედა და უთხრა, გახსოვს რას გეუბნებოდი. ეს ის ბიჭია, რომელიც არ შემომხედავს, როგორც დიდ კაცს და პირდაპირ მეტყვის, როცა ვწდები. სხვა ფიზიკოსებთან ლაპარაკი აზრი არ აქვს, ისინი ყველაფერზე თავს მიქნევენ. მოგვიანებით გავიგე, რომ ბორმა სპეციალურად მოითხოვა ჩემთან შეხვედრა. მას სჭირდებოდა ვინმე, ვინც მის ავტორიტეტს არ შეუშინდებოდა. მან იცოდა, რომ მეცნიერებაში არ არსებობენ ღმერთები, არსებობს მხოლოდ ლოგიკა და ფაქტები. აი, ასე დავმეგობრდით მე და ნილს ბორი. მან მასწავლა, რომ თუ გინდა სიმართლეს მიაგნო, უნდა გქონდეს გამბედაობა, ყველაზე დიდ ავტორიტეტსაც კი უთხრა. თქვენ ცდებით, თუ კი ამის მტკიცებულება გაქვს. თქვენ ალბათ არ ხართ პროფესორი. ერთხელ ფიზიკოსთა დიდ კონფერენციაზე მიმიწვიეს. სასტუმროში გვიან ღამით მივედი, ძალიან დაღლილი ვიყავი. დილით ადრე ავდექი, ჩავიცვი ჩემი ჩვეულებრივი, ცოტა დაჭმუჭნული პერანგი და შარვალი, ჰალსტუხებსა და პიჯაკებს ვერ ვიტანდი და კონფერენციის დარბაზისკენ გავეშურე. შესასვლელთან 2 ახალგაზრდა სტუდენტი იდგა, რომლებიც სტუმრებს არეგისტრირებდნენ. მივედი მათთან და ვუთხარი, გამარჯობა, მე რიჩარდ ფეინმანი ვარ. ერთ-ერთმა სტუდენტმა სიაში ჩაიხედა, მერე მე ამათვალიერ ჩამათვალიერა. მის წინ იდგა კაცი, რომელიც უფრო მეზღვაურს ან მუშას ჰგავდა, ვიდრე მეცნიერს. თანაც იმ დროს ყველა პროფესორი ძალიან სერიოზული სახით და ძვირფასი კოსტიუმით დადიოდა. სტუდენტმა მითხრა, უკაცრავად მისტერ ფეინმან, მაგრამ აქ პროფესორების სიაა. თქვენ ალბათ სტუდენტი ხართ ან ტექნიკური პერსონალი არა? თქვენ ნამდვილად არ ჰგავხართ პროფესორს. მე გამეცინა და ვუთხარი, იცით, მეც ხშირად მეპარება ამაში ეჩვი, მაგრამ უნივერსიტეტი მაინც მიხდის ხელფას, როგორც პროფესორს. სტუდენტი დაიბნა, მეორე კი მიხვდა, ვინც ვიყავი, გაწითლდა და სასწრაფოდ მომცა ჩემი ბეიჯი. მოგვიანებით იმავე კონფერენციაზე, როცა სცენაზე ავედი და ჩემი თეორიის ხსნა დავიწყე, ის პირველი სტუდენტი დარბაზში იჯდა. ხედავდი, როგორ იკუმშებოდა სკამზე. ლექციის შემდეგ მოვიდა და ბოდიში მომიხადა, მისტერ ფეინმან, მაპატიეთ, უბრალოდ პროფესორები ასე არ გამოიყურებიან ხოლმეო. მე ვუპასუხე, ნუ ღელავთ. თავარია რა გაქვთ თავში და არა ის, რა გაცვიათ ტანზე. თუ ფიზიკა მხოლოდ პიჯაკებში იარსებებდა, სამყარო ძალიან მოსაწყენი ადგილი იქნებოდა. სწავლა თუ დაზეპირება, ბრაზილიური გამოცდილება. ბრაზილიაში ყოფნისას უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი. თავიდან ყველაფერი იდეალურად მეჩვენებოდა, სტუდენტები ყოველთვის მზად იყვნენ, კითხვებზე სწრაფად მპასუხობდნენ და წიგნებიდან მთელ აბზაცებს ზეპირად ციტირებდნენ. ვიფიქრე, რა ნიჭიერი ხალხია მეთქი. მაგრამ მალე რაღაც უცნაურობა შევამჩნიე. ერთხელ სტუდენტს ვკითხე, რა არის დიელექტრიკული შეღწევადობა? მან მაშინვე მომიყვა ზუსტი დეფინიცია წიგნიდან. დიელექტრიკული შეღწევადობა არის ფიზიკური სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს, ერთი სიტყვაც არ შეშლია. მაშინ სხვა მხრიდან მივუდექი, აი, წარმოიდგინე სინათლის სხივი, რომელიც წყალში შედის გარკვეული კუთხით. რა მოხდება, თუ წყლის მაგივრად სხვა ნივთიერებას ავიღებთ? სტუდენტი გაჩუმდა. მან არ იცოდა პასუხი. ის მიყურებდა და ვერ ხვდებოდა, რომ ჩემი კითხვა სწორედ იმ დიელექტრიკულ შეღწევადობას ეხებოდა, რომელიც წამების წინ ზეპირად მითხრა.
მივხვდი საშინელ რამეს, მათ იცოდნენ სიტყვები, მაგრამ არ იცოდნენ მოვლენა. მათთვის ფიზიკა იყო წიგნი, რომელიც უნდა დაეზეპირებინათ და არა სამყარო, რომელიც უნდა დაენახათ. სემესტრის ბოლოს დიდი მოხსენება წავიკითხე, სადაც მთელი პროფესურა და სტუდენტობა ესწრებოდა. პირდაპირ ვუთხარი, თქვენს ქვეყანაში მეცნიერება არ არსებობს. დარბაზში შოკი იყო. მე განვაგრძე, თქვენ გაქვთ წიგნები, გაქვთ ლაბორატორიები, გაქვთ გამოცდები, მაგრამ მეცნიერება აქ არ არის. იმიტომ რომ თქვენ მხოლოდ სახელებს სწავლობთ, თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ნიუტონის პირველი კანონის მიხედვით სხეული ინარჩუნებს უძრაობის მდგომარეობას. მაგრამ თუ გკითხავთ, რატომ არ ვარდება მანქანიდან ნივთი დამუხრუჭებისას, პასუხი არ გაქვთ. პრობლემა ის იყო, რომ ბრაზილიელი ახალგაზრდები სწავლობდნენ იმისთვის, რომ გამოცდა ჩაებარებინათ და არა იმისთვის, რომ გაეგოთ. მათ არ ჰქონდათ განზოგადების უნარი, მათთვის თეორია ერთგულში იდო, რეალური ცხოვრება კი მეორეში და მათ შორის ხიდს ვერავინ აშენებდა. როცა ლექცია დავასრულე, დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. მეგონა იქიდან ცოცხალს არ გამიშვებდნენ. მაგრამ უცებ ერთი სტუდენტი წამოდგა და თქვა, მისტერ ფეინმანი მართალია. ჩვენ მართლა ასე ვსწავლობთ. ჩვენ გვეშინია საკუთარი აზრის გამოთქმის და მხოლოდ წიგნებს ვენდობითო. ეს იყო ჩემი ყველაზე სევდიანი აღმოჩენა. ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან განათლებული, მაგრამ ამავე დროს აბსოლუტურად უცოდინარი, თუ მას მხოლოდ დამახსოვრება ასწავლეს და არა ფიქრი. დაინახეთ სინათლის გარდატეხა, ჭიქა და კოვზი. ერთხელ ფეინმანი კაფეტერიაში იჯდა და უყურებდა, როგორ სვამდა ხალხი ჩაის. მან შენიშნა, რომ როდესაც კოვს ჭიქაში დებდნენ, წყლის ზედაპირზე სინათლე უცნაურად ტყდებოდა. მან გვერდით მჯდომ ფიზიკოსს ჰკითხა, ხედავ როგორ იცვლება გამოსახულება კუთხის შეცვლისას. იმან კი უპასუხა, რა თქმა უნდა, რიჩარდ, ეს ხომსნელიუსის კანონია, სკოლაში ვსწავლობდით. ფეინმანი არ მოეშვა, არა, მე იმას კი არ გეკითხები, რა ჰქვია ამ კანონს. მე გეკითხები, ხედავ რა ხდება სინათლის სხივს, როცა ის მოლეკულებს ეჯახება. ამით მან აჩვენა, რომ მეცნიერების უმეტესობა მიცის მოვლენის სახელი, მაგრამ დაკარგა უნარი, თავად მოვლენით აღფრთოვანდეს. ფეინმანისთვის სახელი მხოლოდ იარლიყი იყო, ნამდვილი მეცნიერება კი იმის დანახვა, თუ როგორც ცეკვავს ბუნება ჩვენ თვალწინ. ფეინმანი და ფსიქოლოგიური ტესტები. ლოს-ალამოსში ყოფნისას ყველას აიძულებდნენ ფსიქოლოგიური ტესტების გავლას. ერთ-ერთი დავალება იყო, დაეხატათ რაიმე, რაც მათ შინაგან სამყაროს გამოხატავდა. სხვა მეცნიერები ხატავდნენ რთულ სიმბოლოებს, აბსტრაქციებს, ზოგი კი ატომურ ბომბს. ფეინმანმა აიღო ფანქარი და დახატა. კაცი, რომელიც თავზე დგას. როცა ფსიქოლოგმა ჰკითხა, ეს რას ნიშნავს, მისტერ ფეინმან? მან უპასუხა, ეს იმას ნიშნავს, რომ სამყარო ამოყირავებულია და მე ვცდილობ, ის სწორი კუთხით დავინახო. ფსიქოლოგმა ჩაწერა, პაციენტს აქვს რეალობის აღქმის პრობლემა. ფეინმანს კი უბრალოდ ეცინებოდა იმაზე, რომ ვიღაც ცდილობდა მისი გენიალურობა სტანდარტულ კლიშეებში მოექცია. მისტერ ფეინმან, თქვენი ცოლისთვის ყვავილები მოვიდა არლინის ამბავი. ეს წიგნის ყველაზე სევდიანი და ამავდროულად ყველაზე ძლიერი ეპიზოდია. მისი პირველი ცოლი, არლინი, ტუბერკულოზით კვდებოდა საავადმყოფოში, როცა რიჩარდი ლოს-ალამოსში მუშაობდა. არლინმა იცოდა, რომ რიჩარდს თავსატეხები უყვარდა. სიკვდილის წინ მან რიჩარდს გამოუგზავნა გაზეთის, სადაც ერთ-ერთ განცხადებაში დაშიფრული წერილი იყო. ფეინმანი საათობით იჯდა და ცდილობდა კოდის გატეხვას. როცა ბოლოს გაშიფრა, იქ ეწერა, მე შენ მიყვარხარ. არლინის გარდაცვალების შემდეგ რიჩარდი საავადმყოფოში მივიდა. ექთნები ელოდნენ, რომ ის ტირილს დაიწყებდა, მაგრამ ის მშვიდად იდგა. მან მხოლოდ ის შენიშნა, რომ საავადმყოფოს საათი ზუსტად იმ წამს გაჩერდა, როცა არლინმა სული დალია. როგორც ფიზიკოსმა, მან მაშინვე იფიქრა, საათი ალბათ იმიტომ გაჩერდა, რომ მომვლელმა ის შეანჯღრია, როცა გარდაცვალების დროს აფიქსირებდა. ეს არ ნიშნავდა, რომ მას არ სთქიოდა. ეს ნიშნავდა, რომ მისი გონება ყოველთვის სიმართლეს ეძებდა, ტკივილის დროსაც კი. მან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ ქუჩაში ვიტრინაში ლამაზი კაბის დანახვისას ატირდა, რადგან გაიფიქრა, ეს კაბა არლინს ძალიან მოუხდებოდა. ის რადიოებს ფიქრით აკეთებს. რადიოების შეკეთებაც ასე დავიწყე. მაშინ რადიოებს ძირითადად განვადებით ყიდულობდნენ, ხალხს ფული არ ჰქონდა და როცა აპარატი ფუჭდებოდა, ხელოსნის გამოძახება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ერთხელაც ვიღაცამ მითხრა, რადგან ელექტროობასთან ასე ახლოს ხარ, იქნებ ჩემს რადიოსაც დახედო რაღაც ხრიალებს და მერე ჩუმდებაო. მეც მივედი. აბა, რა ვიცოდი. მაშინ სულ 12 წლის ვიყავი. მივედი და ვხედავ, რადიო მართლა ხრიალებს. ჩავრთე, ვუსმენ. უცებ გაჩუმდა. დავიწყე შიგნით ქექვა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ლამპა სუსტად ანათებდა. შევცვალე და ამუშავდა. ამის მერე ხმა გავარდა, ეს ბიჭი რადიოებს აკეთებს, თანაც ძალიან იაფადო. ხო და მეც დავდიოდი აქეთ-იქით. ერთი დიდი თერმოზის ხუთი მქონდა, შიგნით ხელსაწყოები და სათადარიგო ნაწილები ჩავალაგე და ასე დავდიოდი კლიენტებთან. ერთხელაც ერთმა კაცმა დამიძახა. მივედი. ჩართო რადიო და
საშინელი ხმა აქვს. ჯერ გუგუნებს, მერე ჭრიალებს, მერე კი რაღაც უცნაურ ხმებს გამოსცემს. კაცი მიყურებს და მეკითხება, აბა რა სჭირს? მე ვუთხარი, მოიცადეთ, უნდა დავფიქრდე. დავიწყე სიარული ოთახში წინ და უკან. ფიქრობ, თუ ჯერ გუგუნებს და მერე წყდება, ესე იგი, ჯერ ერთი ნაწილი ხურდება, მერე მეორე. მოკლედ, გონებაში სქემებს ვაწყობ. ის კაცი კი დგას და მიყურებს. ბოლოს ეუბნება ცოლს, ეს ბიჭი რას აკეთებს? დადის ოთახში და ფიქრობს. მე მართლა ვფიქრობდი. მივხვდი, რომ ერთ-ერთი კონდენსატორი იყო გაფუჭებული. გამოვცვალე და რადიომ ისე სუფთად დაიწყო დაკვრა, როგორც ახალმა. იმ კაცს თვალები გაუფართოვდა. მერე ყველგან ამბობდა, ეს ბიჭი გენიოსია. ის რადიოებს კი არ შლის, ის მათ ფიქრით აკეთებს. აი ასე გაჩნდა ჩემი პირველი მეცნიერული რეპუტაცია. ძალიან კარგი ვაგრძელებთ იმავე რიტმში. ეს ეპიზოდი ეხება იმას, თუ როგორ აფართოებდა ფეინმანი თავის ბიზნესს და რა კურიოზებში ეხვეოდა მუშაობისას. ნაწილი 1. გაგრძელება. რადიოების შეკეთება ჩემთვის ნამდვილ თავსატეხად იქცა. ერთხელაც სასტუმროში დამიძახეს. იქ ერთი დიდი რადიო იდგა, რომელიც საშინლად ხრიალებდა. მივედი, უკანა ხუფი მოხსენი და დავიწყე თვალიერება. აღმოჩნდა, რომ ერთი სადენი მოშვებული იყო. მაშინვე შევაკეთე. სასტუმროს მე პატრონე გაოცებული მიყურებდა. სულ ეს იყო? ასე. მალე. ჰო, ვუთხარი მე, სულ ეს იყო. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ ხდებოდა. მახსოვს ერთი შემთხვევა. კაცმა მომიტანა რადიო, რომელიც საერთოდ არ ირთვებოდა. დავშალე, ყველაფერი შევამოწმე, მაგრამ ვერაფერი ვუპოვე. ბოლოს მივხვდი, დენის ჩანგალი იყო გაფუჭებული. აი, ასეთი ელემენტარული რაღაცებიც ხდებოდა. მაგრამ ხალხს ეგონა, რომ რაღაც სასწაულებს ვაკეთებდი. სიმებიანი პარკოსნები, string beans. ჩემი ლაბორატორია სახლში სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ერთხელ დედა ჩემმა მითხრა, რიჩარდ, თუ ასე ძალიან გაინტერესებს მეცნიერება, იქნებ რამე სასარგებლოც გაგეკეთებინა სახლისთვის. აი მაგალითად ეს პარკოსნები დამიჭერის ადილისთვის. მეც ვიფიქრე, რატომ უნდა ვხარჯო დრო პარკების ხელით ჭრაზე, როცა შემიძლია პროცესის მექანიზაცია მოვახდინო, ავიღე დანა, ძველი ხის ნაჭერი, რამდენიმე ლურსმანი და რეზინის სონარი. ავაწყვე მოწყობილობა, რომელიც დანას სწრაფად ამოძრავებდა. პარკს შედებდი, წკაპ და დაჭრილი იყო. დედა ჩემი შემოვიდა სამზარეულოში, დახედა ჩემს გამოგონებას და მითხრა, რიჩარდ, სანამ შენ ამ მანქანას აწყობდი, მე ამას ხელით 10 ჯერ დავჭრიდი. მართალი იყო, მაგრამ მე ხომ მთავარი რამ ვისწავლე, როგორ მუშაობს მექანიზმი. ვინ მოიპარა კარი? Who stole the door? მეტში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, სწავლისას ერთი ამბავი გადამხდა. საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით და სულ ერთმანეთს ვეთამაშებოდით. ერთხელაც ჩემს მეზობლებს კარი მოხსენი და სხვენში დავმალე. მეორე დღეს მთელი სართული ამაზე ლაპარაკობდა, ვინ მოიპარა კარი. სად არის კარი? მე მშვიდად ვიჯექი და ვუყურებდი. ბოლოს მკითხეს, რიჩარდ, შენ ხომ არ იცი კარი სად არის? მე სიმართლე ვუთხარი, ჰო, მე ვიცი. სხვენში ავიტანე. არავინ დამიჯერა. ყველას ეგონა, რომ ხუმრობდი. არა, სერიოზულად გითხარიო, მეხვეწებოდნენ. მე ისევ ვუმეორებდი, სხვენში ადმეთქი. ბოლოს სხვა ბიჭს დააბრალეს, ის საწყალი აწვალეს, კარი კი მაინც ვერ იპოვეს. ამით ერთი მნიშვნელოვანი რამ დავიმახსოვრე, თუ სიმართლეს იტყვი, როცა ამას არავინ ელოდება, არავინ დაგიჯერებს. ეს იყო ჩემი პირველი გაკვეთილი ფსიქოლოგიაში. ლათინური თუ იტალიური? Latin or Italian? სკოლაში სწავლისას ერთი ასეთი ამბავი გადამხდა. ჩემს კლასელს ერთ გოგოს ძალიან უყვარდა თავის მოწონება, რომ იტალიურს სწავლობდა. მე კი, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მქონდა იტალიურზე. ერთხელაც მასთან ერთად სადღაც მივდიოდი და რაღაცაზე წავეკინკლავეთ. გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რასაც ხშირად ვაკეთებდი, მომეგონებინა საკუთარი ენა. დავიწყე ლაპარაკი ისეთი ბგერებით, რომლებიც იტალიურს ჰგავდა, ო ბონდაჩი, დისტა ლა პანტადრე. და აი ასეთი სისულელეები, თან დიდი ემოციითა და ხელების ქნევით. გოგომ გაოცებულმა შემომხედა, ეს რა არის? რა ენაზე ლაპარაკობ? როგორ თუ რა ენაზე? ვუპასუხე სერიოზული სახით, ეს იტალიურია, ოღონდ ძველი დიალექტი. ის დაიბნა. ცდილობდა რაღაც გაერჩია, მაგრამ ვერაფერს ხვდებოდა. მე კი ვაგრძელებდი ჩემს იტალიურს. ბოლოს ისე დაიჯერა, რომ მითხრა, ოჰ, მართლა ძალიან ლამაზად ჟღერს, მე ჯერ ასეთ დონეზე არ ვიციო. ეს იყო ჩემი კიდევ ერთი აღმოჩენა, თუ რაღაცა საკმარისად თავდაჯერებული სახით ამბობ, ხალხი დაიჯერებს, რომ შენ მართალი ხარ, თვითონ კი, უბრალოდ გაუთვითცნობიერებლები. მუდამ გაქცევის მცდელობაში, always trying to escape. უნივერსიტეტში სწავლისას ერთი საინტერესო თვისება აღმოვაჩინე, ვერ ვიტანდი, როცა რაღაცას მშრალად, მხოლოდ ფორმულებით მიხსნიდნენ. მე ყოველთვის მჭირდებოდა ვიზუალიზაცია. თუ ვინმე მეტყოდა,
წარმოიდგნენ განზომილებიანი სივრცე, მე მაშინვე ვიწყებდი ფიქრს, როგორ გამოიყურებოდა ეს სივრცე სინამდვილეში. მახსოვს, მათემატიკის ლექციაზე ვიჯექი. პროფესორი რაღაც საოცრად რთულ თეორემას გვიხსნიდა. ყველა სტუდენტი მონდომებით იწერდა. მე კი ვუყურებდი და ვფიქრობდი, ეს ხომ უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ თუ ამ წერტილს აქეთ გადმოვწევთ, ის მეორე იქით წავა. უცებ პროფესორმა მკითხა, მისტერ ფეინმან, თქვენ რას ფიქრობთ ამ ფორმულაზე? მე ვუპასუხე, ვფიქრობ, რომ ეს ფორმულა არასწორია. აი თუ ამ კერძო შემთხვევას ავიღებთ, ის საერთოდ არ მუშაობს. დადგა სამარისებური სიჩუმე. პროფესორმა გადახედა დაფას, მერე ისევ მე შემომხედა. ბოლოს თქვა, მართალი ხართ, მისტერ ფეინმან. აქ ერთი მინუსი გამომრჩა. აი მაშინ მივხვდი, რომ მეცნიერება არ არის წესების დაზეპირება. მეცნიერება არის უნარი, დაინახო ის, რასაც სხვები ფორმულების მიღმა ვერ ამჩნევენ. კომპანია მეტაპლასტის მთავარი ქიმიკოსი, the chief research chemist of the Metaplast Corporation. ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული სამსახური. მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი. ერთმა ნაცნობმა მითხრა, რომ არსებობს კომპანია, რომელიც პლასტმასზე ლითონის დაფენას ცდილობს და მათ ქიმიკოსი სჭირდებათ. მივედი გასაუბრებაზე. ფლობელმა მითხრა, ჩვენ გვჭირდება ადამიანი, ვინც ამ პრობლემას გადაჭრის. თქვენ ქიმიკოსი ხართ? მე ვუპასუხე, არა, მე ფიზიკოსი ვარ, მაგრამ ქიმიაც ვიცი. მათ სხვა გზა არ ჰქონდათ და დამიქირავეს. ასე გავხდი მეტაპლასტის მთავარი და ერთადერთი ქიმიკოსი. ჩემი ლაბორატორია იყო პატარა ოთახი, სადაც სულმჟავის სუნი იდგა. ერთხელაც რაღაც ექსპერიმენტს ვატარებდი. მინდოდა მენახა. რა მოხდებოდა, თუ ერთ ნივთიერებას მეორესთან შევურევდი, უცებ, ბახ. მთელი ოთახი კვამლში გაეხვია. მე პატრონე შემოცვივდა, რა მოხდა? აფეთქდა რამე. მე კი მშვიდად ვდგავარ და ვამბობ, არა, უბრალოდ ახლახან დავადგინე, რა არ უნდა გავაკეთოთ შემდეგში. ეს იყო ჩემი მუშაობის სტილი. შეცდომა არ არის კატასტროფა, შეცდომა არის ინფორმაცია. როდესაც პრინსტონში ჩავედი, აღმოჩნდა, რომ იქაურობა ძალიან განსხვავდებოდა მეტ ისგან. იქ ყველაფერი რაღაცნაირად დიდებული და ფორმალური იყო. სტუდენტები სადილზე პიჯაკებითა და ჰალსტუხებით მიდიოდნენ, პროფესორები კი, თითქმის აკადემიური მანტიებით. ჩემი ჩასვლის პირველივე დღეს, დეკანის მეუღლემ, მისის ეიზენჰარტმა, სტუდენტები ჩაიზე დაგვპატიჟა. ეს იყო ნამდვილი, მაღალი წრის მიღება. მე კი, ფარროკეველი ბიჭი, რომელიც მთელ დროს რადიოების ქექვაში ატარებდა. ასეთ რამეებს საერთოდ არ ვიყავი მიჩვეული. შევედი ოთახში. ყველაფერი ბრწყინავს, ხალხი დაბალი ხმით საუბრობს. მივუახლოვდი მისის ეიზენჰარტს, მან კი მკითხა, მისტერ ფეინმან, ჩაიში რას ინებებთ, ძეს თუ ლიმონს? მე კი იმის ნაცვლად, რომ ერთი ამერჩია, დავიბენი და ორივე ვუთხარი. დიახ, ორივეს, თუ შეიძლება. ოთახში უცებ სიჩუმე ჩამოვარდა. მისის ეიზენჰარტმა გაოცებულმა შემომხედა, მერე კი ნაზად ჩაიცინა და მითხრა ის ფრაზა, რომელიც ჩემი ცხოვრების სიმბოლოდ იქცა, თქვენ ალბათ ხუმრობთ, მისტერ ფეინმან. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რა სისულელე ვთქვი, რძე და ლიმონი ერთად ხომ ჩაის აჭრის. მაგრამ ეს იყო ჩემი პირველი გაკვეთილი პრინსტონში, იქ ფორმა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე შინაარსი. პრინსტონში სწავლისას კიდევ ერთი რამ აღმოვაჩინე, იქაური სტუდენტები ძალიან სერიოზულად უდგებოდნენ ყველაფერს. ერთხელ ბიოლოგიის ფაკულტეტზე შევიარე. მაინტერესებდა, როგორ მუშაობდნენ ისინი. იქ ერთი ბიჭი ვნახე, რომელიც მიკროსკოპში იყურებოდა. ვკითხე, რას აკეთებ? მან მიპასუხა, ვსწავლობ, როგორ იკუმშება კუნთი ნერვული იმპულსის დროს. მე დავინტერესდი და დავიწყე კითხვების დასმა. ბოლოს ისე მოხდა, რომ მთელი სემესტრი მათთან ერთად გავატარე. ერთხელაც სემინარზე მომიწია გამოსვლა. თემა იყო კატის ანატომია. მთელი ღამე ვემზადებოდი. ვიპოვე კატის ჩონჩხის ნახაზი და დავიწყე თითოეული კუნთის სახელის სწავლა. მაგრამ როცა სემინარზე მივედი, აღმოჩნდა, რომ ბიოლოგებს ჩემი ნახაზი საერთოდ არ აინტერესებდათ. ისინი კამათობდნენ იმაზე, თუ რომელი უჯრედი რომელზე ადრე იყოფა. ბოლოს ვკითხე, ბიჭებო, თქვენ გაქვთ კატის რუკა? კატის რუკა. გაუკვირდათ მათ, ეგ რაღაცა. ნუ სქემა, სადაც წერია, რასად მდებარეობს მეთქი. მათ სიცილი დაიწყეს. მისტერ ფეინმან, თქვენ ფიზიკოსი ხართ და ყველაფერში რუკებსა და ფორმულებს ეძებთ. ბიოლოგია კი უფრო რთულიაო. მაშინ მივხვდი, რომ სხვადასხვა მეცნიერების წარმომადგენლები სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. მე მჭირდებოდა რუკა, რათა გამეგო სისტემა, მათ კი უბრალოდ დაკვირვება. მონსტრი გონებები, monster minds. პრინსტონში ყოფნისას საშუალება მქონდა მენახა ნამდვილი გიგანტები. მაგალითად, აინშტაინი. ის ხშირად დადიოდა დერეფნებში და რაღაცაზე ფიქრობდა. ერთხელ მეც მომიწია მასთან ერთად სემინარზე ყოფნა. იცით, რა იყო ყველაზე გასაოცარი? აინშტაინი არასოდეს იქცეოდა ისე, თითქოს ყველაფერი იცოდა. პირიქით, ის სულ კითხვებს სვამდა. თუ რამე არ ესმოდა, არ ერიდებოდა თქმას, ვერ გავიგე, იქნებ თავიდან ამიხსნათო. იქვე იყო ჯონ ფონ ნოიმანიც, ადამიანი კომპიუტერი.
ის ისეთი სისწრაფით ანგარიშობდა გონებაში, რომ გვერდით დგომისას თავისულელად გეგონებოდა. ერთხელ რაღაც რთულ გამოთვლას ვაკეთებდით. მე ჩემი მექანიკური გამომთვლელი მანქანით მუშაობდი, მაშინ ელექტრონული კომპიუტერები არ არსებობდა, ფონ ნოიმანი კი უბრალოდ ჭერს უყურებდა. პასუხი არის 14 მაისი, თქვა მან უცევ. მე კიდევ 5 წუთი ვატრიალებდი ჩემი მანქანის სახელურს და ბოლოს მივიღე. 14 მაისი. აი ესენი იყვნენ ნამდვილი მონსტრები. მაგრამ მათგან ერთი მთავარი რამ ვისწავლე, ნამდვილ გენიოსს არ სჭირდება რთული სიტყვები. ის ყველაფერს მარტივად ხედავს. ვაგრძელებთ. პრინსტონის აკადემიური წრეებიდან ფეინმანი ისევ პრაქტიკულ ექსპერიმენტებსა და ადამიანურ დაკვირვებებზე გადადის. შემდეგი ეპიზოდები გვიჩვენებს, როგორც ცდილობდა ის სამყაროს შეცნობას ყველაზე უბრალო საგნების მეშვეობით. საღებავების არევა, Mixing Paints. პრინსტონში ყოფნისას ერთი პერიოდი ფსიქოლოგიით დავინტერესდი. მაინტერესებდა, როგორ ავიქონთ ფერებს. ერთხელაც საღებავების მაღაზიაში შევიარე. მინდოდა მენახა, როგორ იღებენ კონკრეტულ ფერს სხვადასხვა საღებავის შერევით. იქ ერთი კაცი დამხვდა, რომელიც ამ საქმის დიდ ოსტატი ეგონა თავი. ვკითხე, როგორ იღებთ ყვითელ ფერს? მან მიპასუხა, ამისთვის თეთრს ცოტა წითელსა და ცოტა მწვანეს ვურევთ. მე, როგორც ფიზიკოსმა, ვიცოდი, რომ სინათლის სხივების შემთხვევაში წითელი და მწვანე მართლაც იძლევა ყვითელს, მაგრამ საღებავებში ეს ასე არ მუშაობს. საღებავების არევისას წითელი და მწვანე ყავისფერს მოგცემს. ვუთხარი, არ მჯერა. მოდით ვცადოთ. მან აიღო თეთრი საღებავი, ჩააცვეთა წითელი, მწვანე და მართლაც რაღაც მოყვითალო ფერი მიიღო. გაოგნებული დავრჩი. ნუ თუ ფიზიკის კანონები აქ არ მოქმედებს, დავიწყე დაკვირვება. აღმოჩნდა, რომ იმ კაცს წითელი და მწვანე საღებავების ქილებში სინამდვილეში სხვა ნივთიერებები ჰქონდა, რომლებიც უკვე შეიცავდნენ ყვითელ პიგმენტს. ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, არასოდეს ენდო ექსპერტებს ბრმად. ყოველთვის გადაამოწმე, რა დევს ქილაში. ინსტრუმენტების სხვა ყუთი, a different box of tools. ფიზიკაში არსებობს ასეთი რამ, მათემატიკური აპარატი. ყველა ფიზიკოსი ერთსა და იმავე მეთოდებს იყენებს ამოცანების ამოსახსნელად. მე კი, რადგან ბავშვობიდან ყველაფერს თვითონ ვიკვლევდი, ჩემი საკუთარი მეთოდები მქონდა. ერთხელ პრინსტონში რთულ ინტეგრალს ხსნიდნენ. საუკეთესო მათემატიკოსები წვალობდნენ, რადგან სტანდარტული ფორმულებით პასუხი არ გამოდიოდა. მე შევხედე და ჩემი ინსტრუმენტების ყუთიდან ერთი ძველი ხრიკი ამოვიღე, ინტეგრალის ნიშნის ქვეშ დიფერენცირება. პასუხი აი, ეს არის, ვთქვი მე. ყველამ გაოცებულმა შემომხედა. როგორ ქენით? ეს ხომ შეუძლებელია. სინამდვილეში, მე უბრალოდ სხვა გზით წავედი. აი ეს არის მთავარი მეცნიერებაში. თუ ყველას გავხარ, მხოლოდ იმას დაინახავ, რასაც სხვები ხედავენ. თუ გინდა რაღაც ახალი აღმოაჩინო, უნდა გქონდეს ინსტრუმენტების შენი, განსხვავებული ყუთი. აზრების წამკითხველები, mind readers. ერთხელაც გადავწყვიტე გამერკვია, მართლა არსებობდნენ თუ არა ადამიანები, რომლებსაც აზრების კითხვა შეეძლოთ. პრინსტონში ერთი ასეთი მედიუმი ჩამოვიდა. მივედი მის სეანსზე. ის სთხოვდა ხალხს, დაეწერათ ციფრი ფურცელზე, დაეკეცათ და ჯიბეში ჩაედოთ. მერე კი ის ამ ციფრს გამოიცნობდა. მეც დავწერე ციფრი. მან შემომხედა და თქვა, თქვენ დაწერეთ 48. მართალი იყო. მართლა 48 მეწერა. ხალხი აღფრთოვანდა. მაგრამ მე არ დავწყნარებულ ვარ. დავიწყე ფიქრი, როგორ გააკეთა ეს. დავაკვირდი მის მოძრაობებს. აღმოჩნდა, რომ როცა ფურცელს ვკეცავდი, ის მაგიდის ქვეშ სარკეს იყენებდა, ან უბრალოდ კალმის მოძრაობით ხვდებოდა ციფრს. მეორე სეანსზე კალამი ისე დავიჭირე, რომ ხელით დავფარე მოძრაობა. აბა ახლა გამოიცანით მეთქი. მან შემომხედა, დაიბნა, რაღაც სისულელე თქვა და მერე განაცხადა, თქვენი აურა დღეს ძალიან ჩაკეტილიაო. ეს იყო ჩემი დასკვნა, სასწაულები არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ის, რაც ჯერ არ აგვიხსნია, ან უბრალოდ კარგი ფოკუსები. მოყვარული მეცნიერი, the amateur scientist. მე ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ მუშაობს ცოცხალი სამყარო. ერთხელ ჩემს ოთახში ჭიანჭველები გაჩნდნენ. სხვები ალბათ მათ მოწამლავდნენ, მე კი გადავწყვიტე, მათზე დაკვირვება დამეწყო. ავიღე შაქრის ნატეხი და დავდე მაგიდის ერთ კუთხეში. მერე კი ველოდებოდი, როგორ იპოვიდნენ მას. დავაკვირდი, როგორ ტოვებდნენ ისინი ქიმიურ კვალს სხვებისთვის. შემდეგ ექსპერიმენტი გავართულე, შაქარი სხვაგან გადავდე და გზაზე პატარა ბარიერები დავუდგი. მაინტერესებდა, რამდენად სწრაფად იპოვიდნენ ახალ გზას. ჩემი მეგობრები შემოდიოდნენ ოთახში და ხედავდნენ, როგორ ვიწექი იატაკზე და გამადიდებელი შუშით ჭიანჭველებს დავდევდი. რიჩარდ, შენ ხომ ნობელის პრემიის ლაურეატი უნდა გახდე, რას აკეთებ? მეკითხებოდნენ ისინი. მე კი ვპასუხობდი, მე უბრალოდ ვთამაშობ. მეცნიერება ხომ ყველაზე დიდი თამაშია სამყაროში. გაფუჭებული მცველები, fizzled fuses. ომი რომ დაიწყო, ყველაფერი შეიცვალა.
მე ჯერ კიდევ პრინსტონში ვიყავი, როდესაც ჩემთან მოვიდა ბობ უილსონი და მითხრა, რიჩარდ, ჩვენ რაღაც ძალიან საიდუმლო საქმეს ვაკეთებთ და შენი დახმარება გვჭირდებაო. ეს იყო ურანის იზოტოპების განცალკევების პროექტი. თავიდან უარი ვთქვი, რადგან ჩემი დისერტაციის დასრულება მინდოდა. მაგრამ მერე დავფიქრდი, თუ გერმანელები ჩვენზე ადრე გააკეთებენ ატომურ ბომბს, ეს კატასტროფა იქნება მეთქი. ასე აღმოუჩნდი პროექტში. ჩვენი ლაბორატორია პატარა იყო, ხელსაწყოები კი სულ გაფუჭებული. მახსოვს, მუდმივად გვიხდებოდა ელექტროენერგიის მცველები. ერთხელაც ყველას ყელში ამოუვიდა ეს პრობლემა და მითხრეს, ფეინმან, შენ ხომ რადიოებს აკეთებდი, იქნებ ამასაც მიხედო. მეც ავიღე და ისევ ჩემი ბავშვობის ხრიკი გამოვიყენე. ისეთი ძლიერი მცველები დავაყენე, რომ მთელი შენობაც რომ გადამწვარიყო, ისინი მაინც არ გაითიშებოდნენ. ამის მერე მუშაობა აღარ შეგვიწყვეტია. სისხლის მწოველი ნაგაზების გამოცდა, Testing Bloodhounds. ლოს-ალამოსში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იყო. ყველგან სამხედროები და დაცვა იდგა. ერთხელაც ვიღაცამ თქვა, რომ მათ ჰყავდათ საუკეთესო ნაგაზები, რომლებსაც ნებისმიერი ადამიანის პოვნა შეეძლოთ სუნით. მე, რა თქმა უნდა, არ დავიჯერე. მოდით, გამოვცადოთ მეთქი, ვთქვი მე. ავიღე ერთი სუფთა პირსახოცი და ჩემს მეგობარს ვთხოვე, ხელში დაეჭირა. მერე ის პირსახოცი სხვა 10 პირსახოცთან ერთად ავურიე. ძაღლს სუნი ააღებინეს ჩემი მეგობრის ხელიდან და წარმოგიდგენიათ, მან მართლაც იპოვა საჭირო პირსახოცი. მაგრამ მე მაინც ეჭვი მეპარებოდა. დავიწყე დაკვირვება. აღმოჩნდა, რომ ძაღლი კი არ სცნობდა სუნს, არამედ პატრონის შესტებს უყურებდა. როგორც კი პატრონი ოდნავ შეჩერდებოდა საჭირო ნივთთან, ძაღლიც მაშინვე იქით იწევდა. ეს კიდევ ერთი გაკვეთილი იყო ჩემთვის. ხშირად ის, რაც სასწაულად გვეჩვენება, მხოლოდ კარგად ნავარჯიშევი ინსტინქტი ან შემთხვევითობაა. ლოს-ალამოსი ქვემოდან, Los-Alamos from below. ლოს-ალამოსში ყველაზე დიდი პრობლემა იერარქია იყო. იყვნენ დიდი მეცნიერები და ვიყავით ჩვენ, ახალგაზრდა ფიზიკოსები. სამხედროებს კი საერთოდ არ ესმოდათ, რას ვაკეთებდით. ერთხელ გენერალი გროუზი მოვიდა ჩვენთან. ის იყო მთელი პროექტის ხელმძღვანელი. შემოხედა ჩვენს გამოთვლებს და თქვა, რატომ მუშაობთ ასე ნელა. აიღეთ მეტი ადამიანი. მე ვუპასუხე, გენერალო, თუ ერთი ქალი ბავშვს 9 თვეში აჩენს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 9 ქალი ბავშვს 1 თვეში გააჩენს. გენერალმა ისე შემომხედა, მეგონა დამაპატიმრებდნენ. მაგრამ ოპენჰაიმერმა, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ჩაიცინა და თქვა, მისტერ ფეინმანი მართალია, აქ რაოდენობა ხარისხს ვერ ცვლისო. სეიფების გამტეხი, Safecracker meets Safecracker. აი ეს კი ჩემი საყვარელი საქმიანობა იყო. ლოს-ალამოსში ყველა საიდუმლო დოკუმენტი სეიფებში ინახებოდა. მე კი, რადგან ხშირად მჭირდებოდა ეს საბუთები და მათი პატრონები ადგილზე არ იყვნენ, გადავწყვიტე, სეიფების გატეხვა მესწავლა. არა, ნამდვილი ქურდი კი არ გამხდარვა. უბრალოდ აღმოვაჩინე, რომ ადამიანები ძალიან უპასუხისმგებლოდ არჩევდნენ კოდებს. ბევრი ტოვებდა ქარხნულ კოდს, მაგალითად 25, 50, 25, ზოგი კი თავის დაბადების დღეს იყენებდა. ერთხელ ერთ პოლკოვნიკს ვუთხარი, თქვენ სეიფს 2 წუთში გავხსნი. მან არ დამიჯერა. მე ზურგით დავდექი, ცოტა ხანს ვიცვალე, სინამდვილეში ვიცოდი მისი კოდი, რადგან ერთხელ გვერდიდან დავინახე, როგორ კრიფავდა და წკაპ, სეიფი გაიღო. პოლკოვნიკი გაფითრდა. მას ეგონა, რომ მე რაღაც ჯადოსნური აპარატი მქონდა. სინამდვილეში კი ყველაზე დაცული სისტემაც კი უძლურია ადამიანური დაუდევრობის წინაშე. ამის მერე მთელ ლოს-ალამოსში ხმა გავარდა, რომ ფეინმანი საშიში კაცია და მასთან სეიფის კოდი არ უნდა ახსენო. ძია სემს, შენ არ სჭირდები. Uncle Sam doesn't need you. ომი დამთავრდა, მაგრამ სამხედრო გაწვევის სისტემა მაინც მუშაობდა. მე უკვე ლოს-ალამოსიდან წამოსული ვიყავი და კორნელის უნივერსიტეტში ვასწავლიდი. ერთ დღესაც მომდის უწყება, უნდა გამოცხადდეთ სამედიცინო შემოწმებაზე, ჯარში გაწვევის საკითხი უნდა გადაწყდესო. მივედი. იქ უამრავი ხალხია, რიგები. ბოლოს ფსიქიატრთან შემიყვანეს. ფსიქიატრი მიყურებს და მეკითხება, მისტერ ფეინმან, როგორ ფიქრობთ, ადამიანები თქვენზე ლაპარაკობენ? მე ვუპასუხე, რა თქმა უნდა. როცა სახლში ვბრუნდები, დედა ჩემი ხშირად მეუბნება, დღეს შენზე ვლაპარაკობდითო. ფსიქიატრმა რაღაც ჩაინიშნა ფურცელზე. მერე მკითხა, გესმით თუ არა ხმები თქვენს თავში? ხმები. დავფიქრდი, ნუ ხანდახან როცა რაღაცაზე ვფიქრობ, ჩემს თავს ველაპარაკები. აი ახლაც, სანამ თქვენ გიპასუხებდით, ჩემს თავს ვკითხე, ნეტავ რა უნდა ამ კაცს მეთქი. ექიმმა კიდევ რაღაც ჩაწერა. აშკარად არ მოსწონდა ჩემი პასუხები. მისტერ ფეინმან, როგორ აფასებთ თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს? ნორმალურად ვუთხარი მე, აი ლოს-ალამოსში ატომურ ბომბზე რომ მუშაობდით, იქ ყველა გენიოსი მეგონა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მეც მათნაირი ვარ. ექიმი გაშრა. ეტყობა იფიქრა, რომ ტიპიური გიჟი ვარ, რომელსაც გონია, რომ ატომური ბომბი გამოიგონა. მან ხომ არ იცოდა, რომ მე მართლა იქ ვმუშაობდი. ბოლოს სხვა ექიმთან გადამიყვანეს.
მან მკითხა, მისტერ ფეინმან, რატომ გგონიათ, რომ ჯარში არ უნდა წახვიდეთ? მე ვუპასუხე, პირიქით, მე მზად ვარ. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ფიზიკის ფაკულტეტზე უფრო გამოსადეგი ვიქნები, ვიდრე სანგარში თოფითხელში. მოკლედ, ბევრი აწვალეს ჩემი საბუთები. რამდენიმე კვირის შემდეგ პასუხი მოვიდა. ფსიქიკური შეუსაბამობის გამო მისტერ რიჩარდ ფეინმანი სამხედრო სამსახურისთვის უარგისია. ასე გადამარჩინა ჩემმა გულწრფელობამ ჯარს. მათ ეგონათ, რომ ხუმრობდი ან გიჟდებოდი, მე კი უბრალოდ სიმართლეს ვამბობდი. ნაწილი 4. ღირსეული პროფესორი, The Dignified Professor. ომის შემდეგ კორნელის უნივერსიტეტში დავიწყე მუშაობა. ყველას ეგონა, რომ ახლა როცა ატომური ბომბის ერთ-ერთი შემქმნელი ვიყავი, სერიოზული და ღირსეული პროფესორი უნდა გამხდარიყავი. მაგრამ მე მაინც ის რიჩარდი ვიყავი, რომელსაც ყველაფერზე ეჩვიეპარებოდა. გაქვთ რაიმე კითხვები? Any questions? ერთხელ დიდ კონფერენციაზე მიმიწვიეს. იქ უამრავი ცნობილი მეცნიერი იყო. ერთი პროფესორი გამოვიდა და დაიწყო საუბარი ძალიან რთულ თეორიაზე. ის ისეთ სიტყვებს იყენებდა, რომ ნახევარი საერთოდ არ მესმოდა. როცა დაამთავრა, იკითხა, გაქვთ რაიმე კითხვები? ყველა ჩუმად იყო. ყველას ეშინოდა, სულელური კითხვა არ დაესვა. მე კი ხელი ავწიე, იცით, მე ვერაფერი გავიგე. აი ის პირველი ფორმულა, რომ დაწერეთ, იქიდანვე დავიბენი. იქნებ უფრო მარტივად ამიხსნათ? დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა. პროფესორი გაწითლდა, მერე კი დაიწყო თავიდან ახსნა. და აღმოჩნდა, რომ მისი თეორია საერთოდ არ მუშაობდა. ის უბრალოდ რთული სიტყვების მიღმა მალავდა იმას, რომ თვითონაც ბოლომდე არ სჯეროდა საკუთარი აღმოჩენის. მაშინ მივხვდი, ბევრი ადამიანი იმიტომ კი არ ლაპარაკობს რთულად, რომ ბევრი იცის, არამედ იმიტომ, რომ ეშინია სიმარტივეში მათი უცოდინრობა არ გამოჩნდეს. მე ჩემი დოლარი მინდა. I want my dollar. ლოს ალამოსში მუშაობისას ყველაფერი, რასაც ვიგონებდით, მთავრობის საკუთრება ხდებოდა. როდესაც რამე ახალს აღმოაჩენდი, პატენტის განყოფილებიდან კაცი მოდიოდა და გეუბნებოდა. აი ხელი მოაწერეთ ამ საბუთს, პატენტი მთავრობას გადაეცითო. ამის სანაცვლოდ სიმბოლურად $1 გპირდებოდნენ. მეც ხელი მოვაწერე რამდენიმე ასეთ ქაღალდს. გავიდა დრო, ომი დამთავრდა, მე კი ჩემი $1 არ მინახავს. ერთხელაც პატენტების ოფიცერი ისევ მოვიდა ჩემთან. მისტერ ფეინმან, კიდევ ერთი გამოგონება გაქვთ გასაფორმებელი. მე ვუთხარი, არ მოვაწერ ხელს. რატომ? გაუკვირდა მას. იმიტომ, რომ წინა 5 პატენტზე კუთვნილი $5 ჯერ არ მოგიციათ მეთქი. კაცი დაიბნა. ეგ ხომ უბრალოდ ფორმალობაა, ბიუჯეტში ასეთი მუხლი არ გვაქვს, რომ ფიზიკოსებს დოლარები ვურიგოთო. მე კი ჩემსაზე ვდგავარ, სანამ ჩემს $5 არ მომიტანთ, ხელი არაფერზე მოეწერება მეთქი. მთელი კვირა ბიუროკრატიული ჯოჯოხეთი ტრიალებდა. ბოლოს იმ ოფიცერმა საკუთარი ჯიბიდან ამოიღო $5 და მაგიდაზე დამიდო. აი თქვენი ფული, ოღონდ ხელი მოაწერეთ. მეც მოვაწერე. მაგრამ მერე გავიგე, რომ იმ საბუთებში ეწერა, ავტორს გადაეცა კუთვნილი ჰონორარი, $1. გამოდის ოფიცერმა $4 ზედმეტი გადამიხადა. მთელი დღე მეცინებოდა იმაზე, რომ ამერიკის მთავრობას $5 გამო ასეთი თავის ტკივილი გავუჩინე. თქვენ მათ უბრალოდ ეკითხებით. You just ask them? კორნელში მუშაობისას აღმოაჩინე, რომ ბევრი პროფესორი დროს ტყუილად კარგავდა რთული აპარატურის ლოდინში. მათ ეგონათ, რომ თუ რამე სჭირდებოდათ, აუცილებლად ოფიციალური მოთხოვნა უნდა დაეწერათ და თვეობით ეცადათ. ერთხელ ჩემს კოლეგას რაღაც სპეციალური ვაკუუმტუმბო დასჭირდა. ამას ვერასდროს ვიშოვით, ძალიან ძვირია და ბიუჯეტში ფული არ გვაქვსო, წუწუნებდა ის. მე წავედი საწყობში, ვნახე იქაური მუშა და ვკითხე. ბიჭებო, ზედმეტი ტუმბო ხომ არ გიგდიათ სადმე? კი როგორ არა, აი იქ კუთხეში 2 ცალი ყრია, არავინ იყენებსო. მივიტანე ეს ტუმბო კოლეგასთან. მას თვალები შუბლზე აუვიდა. საიდან? როგორ იშოვე? რა საბუთები შეავსე? არაფერი, ვუთხარი მე, უბრალოდ მივედი და ვკითხე. ხალხს გონია, რომ თუ სისტემა დიდია, იქ ყველაფერი რთული უნდა იყოს. სინამდვილეში კი ყველაზე მოკლე გზა 2 წერტილს შორის ხშირად უბრალო კითხვაზე გადის. იღბლიანი ციფრები, lucky numbers. ერთხელ რესტორანში ვიჯექი და ჩემს მეგობრებთან ერთად რაღაცას ვითვლიდი. გვერდით მაგიდასთან ერთი კაცი იჯდა, რომელიც ყველას ეუბნებოდა, რომ ნებისმიერ რიცხვს კვადრატში წამებში აიყვანდა. აბა, აიყვანეთ 54 კვადრატში, ვუთხარი მე. მან მაშინვე თქვა, 2916. მართალი იყო. მერე სხვა რიცხვები ვუთხარი და ყველაფერი გამოიცნო. ხალხი გაოცებული უყურებდა. მე კი მივხვდი მის ხრიქს. ის იყენებდა მარტივ ფორმულას 50-ია 2-2502. გადავწყვიტე გამეცვალებინა. აბა 513 აიყვანეთ კვადრატში, მეთქი. ის შეყონდა, სახეზე ოფლმა დაასხა. დაიწყო გონებაში თვლა. მე კი მანამდე დავწერე პასუხი ფურცელზე. როცა დაამთავრა, მკითხა. თქვენ საიდან იცით ასე სწრაფად? თქვენ სეპირად იცით ყველა რიცხვი.
არა, ვუპასუხე მე. მე უბრალოდ ვიცი როგორ მუშაობს ციფრები. შენ მათ აზეპირებ, მე კი მათთან მეგობრობ. ვაგრძელებთ. ახლა ფეინმანი ბრაზილიაში მიემგზავრება, სადაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისთვის არ არსებობს საზღვრები მეცნიერებასა და გართობას შორის. ო, ამერიკანო, კიდევ ერთხელ. ო, ამერიკანო, outra vez. ბრაზილიაში ფიზიკის სალექციოდ მიმიწვიეს. ჩავედი თუ არა მაშინვე. ვიგრძენი, ეს სულ სხვა სამყარო იყო. იქაური რიტმი, მუსიკა და ხალხი ისეთივე ცოცხალი იყო, როგორც თავად ფიზიკა. გადავწყვიტე ბრაზილიური პორტუგალიური მესწავლა, მაგრამ არა წიგნებით, არამედ ქუჩაში ხალხთან ლაპარაკით. ერთხელ რესტორანში ვიჯექი და ვცდილობდი ოფიციანტისთვის რაღაც ამეხსნა. გვერდით მაგიდასთან ამერიკელები ისხდნენ და დამცინოდნენ. შეხედეთ ამას როგორ წვალობსო. მე კი ჩემსას ვაგრძელებდი. მალე ისე კარგად ავითვისე ენა, რომ ლექციებს პორტუგალიურად ვკითხულობდი. სტუდენტებს უყვარდათ ჩემი ლექციები, რადგან მე მათთან ერთად ვსწავლობდი სამყაროს. მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც მუსიკა იყო. ბრაზილიაში ყველა რაღაცაზე უკრავს. მეც ვიყიდე პატარა დასარტყამი ინსტრუმენტი, ფრიგიდეირა ეს პატარა ტაფას ჰგავს და დავიწყე ერთ ადგილობრივ ჯგუფთან ერთად ვარჯიში. მალე კარნავალი მოახლოვდა. ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რიჩარდ, შენ ჩვენთან ერთად უნდა გამოხვიდეო. წარმოიდგინეთ, ათასობით ადამიანი ქუჩაში, საოცარი კოსტიუმები, რიტმი. და მე, ამერიკელი პროფესორი, თეთრებში გამოწყობილი, შუაგულ ბრაზილიაში ტაფაზე ვუკრავ. ხალხი ყვიროდა, ო, ამერიკანო, კიდევ ერთხელ, ეს იყო ნამდვილი თავისუფლება. მეცნიერება მხოლოდ კაბინეტში ჯდომა არ არის, მეცნიერება არის უნარი, გახდე იმ სამყაროს ნაწილი, რომელსაც სწავლობ. 1000 ენის მცოდნე კაცი, man of 1000 tongues. ენებთან დაკავშირებით ერთი უცნაური თვისება მაქვს, მიყვარს ბგერების იმიტაცია. ერთხელ იაპონიაში ყოფნისას გადავწყვიტე იაპონური მესწავლა. მაგრამ იაპონური ძალიან რთულია, განსაკუთრებით თავაზიანი ფორმები. ერთ დღესაც სასტუმროში ვიყავი და რაღაცაზე მეჩქარებოდა. ოფიციანტს იაპონურად მივმართე, ოღონდ ისეთი ფორმით, რომელიც მხოლოდ იმპერატორის კარზე გამოიყენებოდა, ასე მეწერა ჩემს სახელმძღვანელოში. ოფიციანტი გაქვავდა. მერე დაბალი მშვილდით გამშორდა. ჩემმა იაპონელმა მეგობარმა მითხრა, რიჩარდ, შენ ახლახან მას ისე მიმართე, თითქოს შენ სამურაი ხარ, ის კი შენი მსახური. ასე აღარ თქვა, თორემ ყველას შეაშინებ. მაშინ მივხვდი, რომ ენის ცოდნა მხოლოდ სიტყვების ცოდნა არ არის. ეს არის კულტურის, ტრადიციისა და იერარქიის გაგება. მას შემდეგ იაპონურად მხოლოდ ძალიან მარტივად ვლაპარაკობდი, რომ არავინ შემეწუხებინა. რა თქმა უნდა, მისტერ ბიგ. Certainly, Mr. Big. როდესაც ცნობილი ხდები, ხალხი სხვანაირად გიყურებს. ყველას ჰგონია, რომ შენი ყოველი სიტყვა გენიალურია. ერთხელ დიდ მიღებაზე ვიყავი. ერთი ძალიან მდიდარი და გავლენიანი კაცი, მას მისტერ ბიგს ვეძახდით, მოვიდა ჩემთან და დაიწყო საუბარი ეკონომიკაზე. მე ეკონომიკის არაფერი გამეგებოდა, მაგრამ ის ისე დაჟინებით მიყურებდა, თითქოს ჩემგან რაღაც სასწაულს ელოდა. მისტერ ფეინმან, რას ფიქრობთ ინფლაციაზე? მკითხა მან. მე ვუპასუხე, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რთული საკითხია და ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დაითვლით ციფრებს. მან თავი დამიქნია. ოჰ, რა თქმა უნდა. რა გენიალური პასუხია. როგორ დაითვლით ციფრებს, სწორედ ეს არის მთავარი. მე გამეცინა. მე ხომ არაფერი მithქვამს. უბრალოდ ის ვუთხარი, რაც თავადაც იცოდა. მაგრამ რადგან მე ფეინმანი ვიყავი, მას ეგონა, რომ ჩემს სიტყვებში რაღაც ღრმა აზრი იმალებოდა. ეს იყო ჩემი კიდევ ერთი აღმოჩენა. ხშირად ადამიანებს არ აინტერესებთ სიმართლე, მათ სჭირდებათ ავტორიტეტის დასტური. შეთავაზება, რომელზეც უარი უნდა თქვა, an offer you must refuse. როდესაც კორნელში ვმუშაობდი, სხვადასხვა უნივერსიტეტიდან სულ მიწვევდნენ. ერთხელაც ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან დამირეკეს. მათ ძალიან უნდოდათ, რომ მათთან გადავსულიყავი. რიჩარდ მითხრეს მათ, ჩვენ ყველაფერს მოგცემთ, რაც გინდათ. ხელფასი იმაზე ორჯერ მეტი გექნებათ, ვიდრე ახლა გაქვთ. მე დავფიქრდი. ორმაგი ხელფასი. ეს ნიშნავდა, რომ შემეძლო მეყიდა ყველაფერი, რაც მინდოდა. ახალი მანქანა, ლამაზი სახლი, ძვირადღირებული ნივთები. მაგრამ მერე მივხვდი, ამ ყველაფერზე ზრუნვაც ხომ მომიწევდა. უფრო მეტი გადასახადი, უფრო მეტი პასუხისმგებლობა. არა, ვუთხარი მე, დიდი მადლობა, მაგრამ არ მინდა. ჩემი ახლანდელი ხელფასი ზუსტად იმდენია, რამდენიც მჭირდება, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. ზედმეტი ფული მხოლოდ ზედმეტ თავის ტკივილს გამიჩენს. მათ ეგონათ, რომ ხუმრობდი. ცოტა ხანში ისევ დამირეკეს და კიდევ უფრო მეტი შემომთავაზეს. მე ისე უარი ვუთხარი, ბოლოს მითხრეს, მისტერ ფეინმან, თქვენ ერთადერთი ადამიანი ხართ, ვინც უარს ამბობს იმაზე, რასაც სხვები მთელი ცხოვრება ნატრობენო. მაგრამ მე ჩემი სიმართლე მქონდა, თავისუფლება უფრო მეტი ღირს ვიდრე ნებისმიერი ციფრი საბანკო ანგარიშზე. ნაწილი 5. ამოხსნიდით დირაკის განტოლებას. Would you solve the Dirac equation? ეს ამბავი იაპონიაში მოხდა.
ერთ კონფერენციაზე ვიყავი. იქაური მეცნიერები საოცრად თავაზიანები იყვნენ, მაგრამ მათი ლაპარაკი ხშირად ისეთი ბუნდოვანი იყო, რომ ვერაფერს გაიგებდი. ერთხელ სასტუმროში ვზივარ და ჩემს ფორმულებს ვწერ. მოვიდა ერთი იაპონელი ფიზიკოსი და ძალიან მორიდებულად მკითხა: მისტერ ფეინმან, თქვენ რომ ახლა აქ არიხოთ, რას გააკეთებდით? ამოხსნიდით დირაკის განტოლებას? მე გამეცინა. არა, ვუთხარი მე, ალბათ სადმე ბარში ვიჯდებოდი და გოგონებს ვუყურებდი ან დასარტყამ ინსტრუმენტებზე დავუკრავდი. ის გაოცდა. მას ეგონა, რომ ნამდვილი მეცნიერი 24 საათი მხოლოდ ფორმულებზე უნდა ფიქრობდეს. მე კი ავუხსენი, თუ twins არ დაასვენებ, ის ახალს ვერაფერს მოიფიქრებს. ფიზიკა ჩემთვის სამუშაო კი არა, სიამოვნებაა, და როცა ის სიამოვნებას აღარ მანიჭებს, მე მას გვერდზე და სხვა რამით ვერთობი. 7%-იანი ხსნარი და 7% solution. ეს ეპიზოდი ეხება იმას, თუ როგორ ვცდილობდი გამერკვია, როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი ჰალუცინაციების დროს. გადავწყვიტე, ჩამიატარებინა ექსპერიმენტი სენსორული დეპრივაციის კამერაში. ეს არის დიდი აუზი მარილიანი წყლით, სადაც სრულ სიბნელეში და სიჩუმეში ტივტივებ. ბევრი იქ შესვლამდე რაღაც ნივთიერებებს იღებდა, რომ ხილვები ჰქონოდათ. მე კი ვთქვი, მე ფიზიკოსი ვარ, მე ჩემი ტვინის იმედი მაქვს. ყოველგვარი დანამატების გარეშე, მეთქი. შევიდა პირველი საათი, არაფერი. მეორე საათი, ისევ არაფერი. უკვე გამოსვლას ვაპირებდი, რომ უცებ ვიგრძენი, ჩემი სხეული გაქრა. ვგრძნობდი მხოლოდ ჩემს აზრებს, რომლებიც სივრცეში დაფრინავდნენ. დავიწყე ამ მდგომარეობის შესწავლა. აი ახლა მე ვხედავ ლურჯ სინათლეს, ვამბობდი ჩემს თავში საინტერესოა, რომელი ნერვი აგზავნის ამ სიგნალს. ანუ მე გასული მდგომარეობის დროსაც კი მეცნიერად ვრჩებოდი, მე არ მეშინოდა ხილვების, მე მაინტერესებდა მათი მექანიზმი. ბოლოს გამოვედი და მივხვდი, ჩვენი გონება იმაზე ბევრად ძლიერია ვიდრე ჩვენ გუგონია. მას შეუძლია შექმნას მთელი სამყაროები, თუ მას გარე სამყაროსგან გამოვთიშავთ. 13-ჯერ, 13 times. ერთხელაც გადავწყვიტე, რომ ხატვა მესწავლა ჩემს მეგობარს მხატვარ ჯირაის ზორტიანს ვუთხარი, შენ მე ხატვა მასწავლე, მე კი ფიზიკას გასწავლიო. მან მიპასუხა, შეუძლებელია, ფიზიკა ზედმეტად რთულია, ხატვა კი ნიჭის ამბავიო. მაინც დავიწყეთ. მე მას ვუხსნიდი, რომ ყველაფერი პროპორციებზე და სინათლის კანონებზეა დამოკიდებული. ის კი მეუბნებოდა, იგრძენი ხაზი რიჩარდ, ნუ ითვლი მას. მალე მივხვდი, რომ ხელოვნებაშიც არსებობს თავისი ფორმულები. მაგალითად, როცა ადამიანის სახეს ხატავ თვალებს შორის მანძილი, ზუსტად ერთი თვალის ზომისა, დავიწყე ამ წესების გამოყენება და ჩემი ნახატები სულ უფრო მეტად დაემსგავსა რეალობას. ბოლოს გამოფენაც კი მოვაწყვე. ოღონდ ერთი პირობით, ჩემი ნამდვილი სახელი არ უნდა დაეწერათ. ფსევდონიმად ოფეი ავიღე. მინდოდა მენახა იყიდდა თუ არა ხალხი ჩემს ნახატებს იმიტომ, რომ მოსწონდათ და არა იმიტომ, რომ ნობელის პრემიის ლაურეატის დახატული იყო. და იცით რა მოხდა? ნახატები გაიყიდა. ერთმა კაცმა ჩემი ნახატი იყიდა და თქვა, ამაში რაღაც განსაკუთრებული ენერგიაო. მე კი ჩემს თავში ვიცინოდი, მან ხომ არ იცოდა, რომ ეს ენერგია უბრალოდ კარგად გათვლილი პერსპექტივა და ჩრდილების თამაში იყო. ეს ჩემთვის ბერძნულია. It sounds Greek to me. ენებთან დაკავშირებით ყოველთვის მქონდა ერთი პრობლემა, არ მიყვარდა გრამატიკის დაზეპირება. როცა საბერძნეთში წავედი, გადავწყვიტე, რამდენიმე ფრაზა მესწავლა. თვითმფრინავში გვერდით ერთი ბერძენი მეჯდა. ვკითხე, როგორ იქნება ბერძნულად გამარჯობა. მან მითხრა, მეც ჩავიწერე. მერე ვკითხე სხვა სიტყვებიც. როცა ათენში ჩავედი, სასტუმროში შევედი და ამაყად ვთქვი ჩემი ნასწავლი ფრაზები. ადმინისტრატორმა გაოცებულმა შემომხედა და ინგლისურად მკითხა, უკაცრავად რა ენაზე ლაპარაკობთ. აღმოჩნდა, რომ ჩემმა მასწავლებელმა თვითმფრინავში სპეციალურად მასწავლა ისეთი სიტყვები, რომლებიც საერთოდ არ არსებობდა, ან ძველ ბერძნულს ჰგავდა. მთელი ქალაქი დამცინოდა, მე კი მეგონა, რომ ადგილობრივივით ვლაპარაკობდი. ეს იყო კარგი გაკვეთილი, სანამ ვინმეს ენდობი, გადაამოწმე მისი წყარო. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე უცხო ენას ეხება. ელექტროობა ცეცხლია. Is electricity fire? ხანდახან მეცნიერები ისეთ კითხვებს სვამენ, რომ პასუხის გაცემა გიჭირს. ერთხელ იეშივაში, ებრაულ სასწავლებელში მიმიწვიეს. იქაურ რაბინებს აინტერესებდათ ფიზიკის თვალსაზრისით ერთი საკითხი, შეიძლება თუ არა შაბათს ელექტროობის გამოყენება. თორას მიხედვით, შაბათს ცეცხლის დანთება აკრძალულია. მათ კი მკითხეს, მისტერ ფეინმან, არის თუ არა ელექტროობა ცეცხლი. მე დავიწყე ახსნა, იცით, ელექტროობა არის ელექტრონების მოძრაობა გამტარში, ცეცხლი კი ჟანგვის ქიმიური რეაქცია. ისინი მისმენდნენ, მერე კი ისევ მკითხეს, მაგრამ ის ხომ სინათლეს გამოსცემს. ცეცხლიც გამოსცემს სინათლეს. ესე იგი, ერთი და იგივეა. მე მივხვდი, რომ მათ ფიზიკა კი არ აინტერესებდათ, არამედ თავიანთი წესების გამართლება. მათ უნდოდათ, რომ მე მეთქვა ის, რაც მათ აწყობდათ.
მაშინ ვუთხარი, თუ თქვენ გინდათ რომ ელექტროობა ცეცხლი იყოს. Იყოს ცეცხლი, მაგრამ ფიზიკისთვის ეს სულ სხვა რამეა. Აი ეს არის პრობლემა, ბევრი ადამიანი მეცნიერებაში მხოლოდ იმას ეძებს, რაც მათ წინასწარ შექმნილ აზრებს დაადასტურებს. ეს ხელოვნებაა, but is it art? ჯერი ჯირაირზორტიანი სულ მეჩხუბებოდა. თქვენ ფიზიკოსები ყვავილს შლით, მის ფორმულებს სწავლობთ და ამით სილამაზეს უკარგავთო. მე კი ვუმტკიცებდი, რომ პირიქით, როცა ვიცი როგორ მოძრაობენ უჯრედები ყვავილში, ის ჩემთვის კიდევ უფრო ლამაზი ხდება. ასე დაიწყო ჩვენი გაკვეთილები. ის მეუბნებოდა, რიჩარდ, ნუ ცდილობ ყველაფრის გაზომვას. უბრალოდ დაინახე ფორმა. მე კი მაინც ჩემსას ვაკეთებდი. მაგალითად, როცა შიშველ ნატურას ვხატავდით, მე ყველაფერს ანატომიური სიზუსტით ვუდგებოდი, ვსწავლობდი, სად გადის კუნთი, როგორ ეცემა ჩრდილი. ბოლოს ისეთი ნახატები გამომდიოდა, რომ ხალხი ვერ იჯერებდა, თუ ეს ფიზიკოსის დახატული იყო. ერთხელაც ერთმა მეგობარმა მითხრა, რიჩარდ, შენი ნახატები იმიტომ კი არ ვარგა, რომ პროპორციებს იცავ, არამედ იმიტომ, რომ მათში რაღაც ცოცხალი დევს. მე კი ვიცოდი, ეს ცოცხალი რამ სინამდვილეში ფიზიკის კანონების ზუსტი ცოდნა იყო. წიგნების შეფასება ხდის მიხედვით, judging books by their covers. ეს იყო ჩემი ერთი ყველაზე დიდი ბრძოლა ბიუროკრატიასთან. კალიფორნიის შტატის სასწავლო კომისიაში მიმიწვიეს, სადაც მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოები უნდა შეგვერჩია სკოლებისთვის. წარმოიდგინეთ, ოთახში შემოიტანეს ასობით წიგნი. სხვა წევრები მათ მხოლოდ გადაფურცლავდნენ, სურათებს შეხედავდნენ და ამბობდნენ, ოჰ, ეს კარგი წიგნია, ფერადიაო. მე კი გადავწყვიტე, ყველა წიგნი თავიდან ბოლომდე წამეკითხა. აღმოჩნდა, რომ სახელმძღვანელოების უმეტესობა სრული ნაგავი იყო. მაგალითად, ერთგან ეწერა, თუ წითელ მანქანას და თეთრ მანქანას შევკრებთ, რას მივიღებთ, ეს ხომ სისულელია. მათემატიკა საგნების შეკრება კი არა, აბსტრაქციაა. ერთ დღესაც შეხვედრაზე მივიტანე ერთი წიგნი, რომელსაც სულ თეთრი ყდა ჰქონდა. შიგნით არაფერი ეწერა, ცარიელი ფურცლები იყო. ერთმა წევრმა თქვა, აი ეს წიგნი ძალიან მომეწონა, მასში მასალა. კარგად არის დალაგებულიო. გაშრნენ, როცა ვუთხარი, რომ იქ არაფერი ეწერა. აი, ასე არჩევდნენ. ჩვენი შვილებისთვის წიგნებს, მხოლოდ ყდით და ლამაზი ნახატებით. ნობელის პრემია, წყევლად უკურთხევა. The Nobel Prize. როცა გავიგე, რომ ნობელის პრემია მომცეს, პირველი რაც თავში მომივიდა იყო, არა, ახლა მთელი ცხოვრება სერიოზული სახით. სიარული მომიწევს, მეთქი. ტელეფონი არ ჩერდებოდა, ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, მისტერ ფეინმან, რას გრძნობთ? რაში დახარჯავთ ფულს? მე კი ვფიქრობდი, ნეტავ დამანებონ თავი და ჩემს ფორმულებს დაუბრუნდე. ნობელის პრემია საშიში რამ არის? ის გაიძულებს გახდე ექსპერტი ყველაფერში. ხალხი გეკითხება აზრს პოლიტიკაზე, რელიგიაზე, ცხოვრების აზრზე. მე კი მხოლოდ ფიზიკა ვიცოდი კარგად. ერთხელაც გადავწყვიტე, რომ არ მივცემდი ამ პრემიას უფლებას, ჩემი ცხოვრება შეეცვალა. ისევ დავდიოდი ბარებში, ისევ უკრავდი დოლზე და ისევ ხუმრობდი. რადგან მეცნიერება ტიტულები კი არ არის, არამედ ის დაუოკებელი ცნობის მოყვარეობა, რომელიც ბავშვობიდან დამყვება. ნობელის პრემიის მეორე მხარე, The Other Side of the Nobel Prize. პრემიის მიღების შემდეგ ყველაზე მეტად ის მაღიზიანებდა, რომ ხალხმა ჩემთან ჩვეულებრივი ლაპარაკი შეწყვიტა. ადრე, როცა რამე სისულელეს ვიტყოდი, ვიღაც აუცილებლად მეტყოდა, რიჩარდ, ეს ხომ სრული აბსურდიაო. ახლა კი ყველა თავს მიქნევდა და ჩემს ნებისმიერ ნათქვამს გენიალურ აზრად თვლიდა. ერთხელ ერთ წვეულებაზე ვიყავი, სადაც უამრავი მნიშვნელოვანი ადამიანი ტრიალებდა. ერთმა ქალბატონმა მკითხა, მისტერ ფეინმან, რას ფიქრობთ თანამედროვე ფერწერაზე? მე ხელოვნების ექსპერტი არ ვიყავი, მაგრამ გადავწყვიტე ექსპერიმენტი ჩამეტარებინა. დავიწყე სრულიად უაზრო რთული ტერმინებით ლაპარაკი. მე ვფიქრობ, რომ ფერის სუბლიმაცია და ფორმის დეკონსტრუქცია ქმნის მეტაფიზიკურ ვაკუუმს. და აი, ასეთი სისულელეები. ის ქალი აღტაცებული მიყურებდა. ზუსტად ასე ვფიქრობდი მეც, მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობდიო. აი, მაშინ მივხვდი, რა საშიშია ტიტული. ადამიანები ხშირად საკუთარ გრძნობებსა და აზრებს ავტორიტეტის ხათრით სწირავენ. მე კი ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემთვის სიმართლე ეთქვათ და არა კომპლიმენტები. კარიბჭის მცველები, The Gatekeepers. ერთხელაც ჩემი თეორიის, კვანტური ელექტროდინამიკის, წარდგენა მომიწია დიდ კონფერენციაზე. იქ იყვნენ ფიზიკის ღმერთები, ნილს ბორი, ვოლფგანგ პაული და სხვები. როცა დაფასთან მივედი და ჩემი დიაგრამების, რომლებსაც ახლა ფეინმანის დიაგრამებს ეძახიან, ხატვა დავიწყე. პაულიმ შემაწყვეტინა, მისტერ ფეინმან, ეს რა არის? ეს ხომ არ ჰგავს ფიზიკას? სად არის განტოლებები? მე ვუპასუხე, ეს დიაგრამები თავად არის განტოლებები, ოღონდ ვიზუალური. ისინი გვაჩვენებენ, როგორ ურთიერთქმედებენ ნაწილაკები. პაულიმ თავი გადაიქნია და თქვა, ეს ზედმეტად მარტივია იმისთვის, რომ მართალი იყოსო. მაგრამ ნილს ბორი, რომელიც მანამდე ჩუმად იჯდა, სესიის შემდეგ ჩემთან მოვიდა.
მან მითხრა, რიჩარდ, შენი მეთოდი იმიტომაა კარგი, რომ შენ სამყაროს ისე ხედავ, როგორც ის სინამდვილეშია და არა ისე, როგორც სახელმძღვანელოებში წერია. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი აღიარება. არა პრემია, არამედ იმის გაცნობიერება, რომ სიმარტივე უფრო ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, ვიდრე ყველაზე რთული მათემატიკური კონსტრუქცია. ტვირთის კულტის მეცნიერება, cargo cult science. ეს არის ის, რაზეც ყველაზე მეც ვფიქრობდი ჩემი კარიერის ბოლოს. წყნარ ოკეანეში არიან ხალხები, რომლებსაც ტვირთის კულტი აქვთ. ომის დროს მათ ნახეს, როგორ ჩამოდიოდნენ თვითმფრინავები და მოჰქონდათ საკვები და ტანსაცმელი. ახლა ისინი აშენებენ ხის თვითმფრინავებს, აწყობენ ბამბუკის ანტენებს და ელიან, რომ ტვირთი ისევ ჩამოვა. გარეგნულად ყველაფერი სწორია, აეროდრომი აქვთ, ანტენები აქვთ, მაგრამ თვითმფრინავები არ ჩამოდიან. რატომ? იმიტომ, რომ მათ მხოლოდ ფორმა აქვთ, შინაარსი კი აკლიათ. ბევრი მეცნიერიც ასე იქცევა. ისინი ატარებენ ექსპერიმენტებს, წერენ სტატიებს, იყენებენ რთულ ტერმინებს, მაგრამ მათ აკლიათ მთავარი, მეცნიერული კეთილსინდისიერება. ეს არის უნარი, საკუთარ თავსაც კი გამოუთხდე, თუ შენი თეორია არ მუშაობს. თუ გინდა იყო ნამდვილი მეცნიერი, პირველ რიგში არ უნდა მოატყუო საკუთარი თავი. საკუთარი თავის მოტყუება კი ყველაზე ადვილია. ტვირთის კულტის მეცნიერება, cargo cult science. ეს არის ის, რაზეც ყველაზე მეც ვფიქრობდი ჩემი კარიერის ბოლოს. წყნარ ოკეანეში არიან ხალხები, რომლებსაც ტვირთის კულტი აქვთ. ომის დროს მათ ნახეს, როგორ ჩამოდიოდნენ თვითმფრინავები და მოჰქონდათ საკვები და ტანსაცმელი. ახლა ისინი აშენებენ ხის თვითმფრინავებს, აწყობენ ბამბუკის ანტენებს და ელიან, რომ ტვირთი ისევ ჩამოვა. გარეგნულად ყველაფერი სწორია, აეროდრომი აქვთ, ანტენები აქვთ, მაგრამ თვითმფრინავები არ ჩამოდიან. რატომ? იმიტომ, რომ მათ მხოლოდ ფორმა აქვთ, შინაარსი კი აკლიათ. ბევრი მეცნიერიც ასე იქცევა. ისინი ატარებენ ექსპერიმენტებს, წერენ სტატიებს, იყენებენ რთულ ტერმინებს, მაგრამ მათ აკლიათ მთავარი, მეცნიერული კეთილსინდისიერება. ეს არის უნარი, საკუთარ თავსაც კი გამოუთხდე, თუ შენი თეორია არ მუშაობს. თუ გინდა იყო ნამდვილი მეცნიერი, პირველ რიგში არ უნდა მოატყუო საკუთარი თავი. საკუთარი თავის მოტყუება კი ყველაზე ადვილია. ფიზიკის კანონების ბუნება, The Character of Physical Law. ერთხელ კორნელის უნივერსიტეტში ლექციების სერიის წასაკითხად მიმიწვიეს. მინდოდა მელაპარაკა იმაზე, თუ როგორია სამყაროს შინაგანი ლოგიკა. ბევრი ფიქრობს, რომ ფიზიკა მხოლოდ ციფრები და ფორმულებია, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ბუნების ენა, რომელიც საოცრად მარტივი და ელეგანტურია. მახსოვს, როგორ ვუხსნიდი სტუდენტებს გრავიტაციას. ვეუბნებოდი, წარმოიდგინეთ, რომ სამყარო არის ჭადრაკის დაფა, რომელზეც ღმერთები თამაშობენ. ჩვენ არ ვიცით წესები, მაგრამ ვაკვირდებით ცვლებს. დროთა განმავლობაში ვხვდებით, რომ კუ მხოლოდ დიაგონალზე დადის. აი ეს არის მეცნიერული კანონი. მეცნიერება არ არის პასუხების ფლობა. მეცნიერება არის კითხვების დასმის პროცესი. და რაც უფრო მეც ვგებულობთ, მით უფრო ვხვდებით, რამდენად ცოტა ვიცით სინამდვილეში. ეს არ არის იმედგაცრუება, ეს არის უდიდესი აზარტი. მაიას ტომის კალენდარი და შემთხვევითი აღმოჩენები. ცხოვრების ბოლო წლებში ერთი უცნაური გატაცება მქონდა, მაიას ტომის იეროგლიფების გაშიფრვა. ვიჯექი და საათობით ვუყურებდი მათ კალენდრებს. ერთმა მკვლევარმა, მისტერ ტომპსონმა დაწერა, რომ მაიას ტომმა ვენერას ციკლის საოცარი სიზუსტით გამოთვალა. დავიწყე მისი გამოთვლების გადამოწმება. აღმოჩნდა, რომ მან უბრალოდ ისეთი კომბინაციები შეარჩია, რომლებიც მის თეორიას ერგებოდა. მე კი სხვა კომბინაცია ვნახე, რომელიც კიდევ უფრო ზუსტი იყო, მაგრამ აბსოლუტურად შემთხვევითი. ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, ჩვენ გვინდა, რომ სამყაროში კანონზომიერება დავინახოთ იქაც კი, სადაც ის შეიძლება არ იყოს. ნამდვილი მეცნიერისთვის ყველაზე რთული ისაა, რომ არ დაემონოს საკუთარ სურვილს, დაინახოს ის, რისი დანახვაც უნდა. დასასრული ეპილოგ. ჩემი ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალი იყო. მე ვხსნიდი სეიფებს, ვუკრავდი დოლზე, ვხატავდი შიშველ ნატურებს და პარალელურად ვცდილობდი გამეგო, როგორ მუშაობს სამყარო. ხშირად მეკითხებიან, მისტერ ფეინმან, როგორ ახერხებთ ამდენ რამეს. ერთდროულად. ჩემი პასუხი მარტივია, მე არასოდეს დამიკარგავს ბავშვური გაოცების უნარი. მე არასოდეს მიმიღია სამყარო ისეთი, როგორიც ის სხვებმა აღწერეს. მე ყოველთვის მინდოდა, ყველაფერი ჩემი ხელით შემეხო და ჩემი გონებით გადამემოწმებინა. თუ ამ წიგნიდან რამე უნდა დაიმახსოვროთ, დაიმახსოვრეთ ეს, ნუ შეგეშინდებათ სულელურად გამოჩენის. დასვით კითხვები. ეჭვი შეიტანეთ ავტორიტეტებში. და რაც მთავარია, ისიამოვნეთ ცხოვრებით. რადგან სამყარო არის საოცარი ადგილი და ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მისი საიდუმლოებები ამოხსნათ. თქვენ ალბათ ხუმრობთ, მისტერ ფეინმან. არა, მე სრულიად სერიოზულად ვამბობ, ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ის მოწყენილობაში გაატაროთ. როგორ არ მოვატყუოთ საკუთარი თავი. ჩემი ცხოვრების განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ეს არის. პირველი პრინციპი ისაა, რომ არ უნდა მოატყუო საკუთარი თავი. შენ კი სწორედ ის ადამიანი ხარ, ვისი მოტყუებაც ყველაზე ადვილია.
მეცნიერებაში ხშირად ხდება, რომ გვეჩვენება რაღაც აღმოვაჩინეთ. ძალიან გვინდა, რომ ჩვენი თეორია სწორი იყოს. სწორედ ამ დროს უნდა ვიყოთ ყველაზე მეტად ფრთხილად. უნდა ვეძებოთ არა ის, რაც ჩვენს აზრს ადასტურებს, არამედ ის, რაც მას ეწინააღმდეგება. თუ შენი იდეა ყველა გამოცდას გაუძლებს, მხოლოდ მაშინ შეგიძლია თქვა, რომ რაღაცას მიხვდი. ეს წესი მხოლოდ ფიზიკაში არ მუშაობს. ის მუშაობს ყველგან, პოლიტიკაში, რელიგიაში, ყოველდღიურ ურთიერთობებში. იყავი, პატიოსანი საკუთარ თავთან და სამყარო ბევრად უფრო ნათელი გახდება. ბედნიერება უცოდინრობაში კი არა, ძიებაშია. ბევრს ჰგონია, რომ თუ ყველაფერს ავხსნით, სამყარო თავის საიდუმლოებას და ხიბლს დაკარგავს. მე კი პირიქით ვფიქრობ. როცა ვუყურებ ვარსკვლავებს და ვიცი, რომ ისინი გიგანტური ბირთვული რეაქტორებია, რომლებიც მილიარდობით წლის წინ აფეთქდნენ და სწორედ მათმა ნამსხვრევებმა შექმნა ჩემი სხეულის ატომები. ეს ჩემთვის ბევრად უფრო ამაღლებელია, ვიდრე ნებისმიერი პოეტური მეტაფორა. მე არ მეშინია იმის თქმა, მე ეს არ ვიცი. პირიქით, ეს მაძლევს სტიმულს, რომ ვიკვლიო. ცოდნა არ არის სტატიკური წერტილი, ეს არის მუდმივი მოძრაობა. თუ რამე მაბედნიერებდა ამ ცხოვრებაში, ეს იყო არა ნობელის პრემია ან აღიარება, არამედ ის წამი, როცა რაღაც ახალს მივხვდებოდი და ჩემს თავში ვიტყოდი, აჰა, ესე იგი, აი როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. ბოლო სიტყვა. ასე რომ მეგობრებო, თუ გინდათ რომ ცხოვრება საინტერესოდ გაატაროთ, ნუ იქნებით ზედმეტად სერიოზულები. ითამაშეთ დასვით უცნაური კითხვები, დაშალეთ რადიოები, თუნდაც მერე ვეღარ აწყოთ და ყოველთვის ეცადეთ დაინახოთ ის, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. სამყარო არის უზარმაზარი თავსატეხი და ჩვენ ყველანი მისი ნაწილები ვართ. თავარია არ დავკარგოთ ის ცნობის მოყვარეობა, რომლითაც ბავშვობაში ყველაფერს ვაკვირდებოდით. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ მე ვხუმრობ. არა, მე სრულიად სერიოზულად გეუბნებით, იყავით ცნობის მოყვარეები და სამყარო თავად გადაგეშლებათ მთელი თავისი მშვენიერებით.